საკმაოდ წვიმიანი და ღრუბლიანი ამინდი არის და ასეთ ამინდებში განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე რაღაცა თბილი სახლური ხუნღულა სადილები და მოდი ახლა ერთად მოვამზადოთ. ამ კერძის მომზადებაზე რო ვფიქრობდი, ახლა რასაც ვაკეთებ, მივხვდი, რომ ლობიო და ქათამი ერთად არასოდეს არ გამისინჯავს, ანუ ერთ კერძში რო იყოს ორივე ინგრედიენტი. ჩემი ჯიმში სიარული მარტო პილატესის და იოგას კლასებით შემოიფარგლება ხოლმე, დიდი მოვარჯიში არ ვარ, მაგრამ ეს სადილი, რასაც ახლა ვაკეთებ, არის super gym friendly, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს, ბოჭკოს, ნახშირწყლებს, ყველაფერს ერთად. რაც მთავარია, არის ძალიან სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი, ქათამს ჭრიკუბიკებად. კაფეზე გადამაქვს ქათამი. მოვაყრი მარილს და ვამზადებ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე. ვუმატებ წვრილად დაჭრილ ნიორსა და ხახვს. 5 წუთის შემდეგ ვუმატებ მოხარშულ ლობიოს, ტომატ პასტას და ძალიან დაბალ ტემპერატურაზე 5 წუთი თავდახურულ ქვაბში ვამზადებ. თავიდან ვიფიქრე, რომ ყველით დამესერვირებინა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ პარმეზანი ძალიან მოუხდება, მაგრამ ზაფხული მოდის და ზედმეტი კალორიები არავის გჭირდება. რადგან თავლობიოს მჟავე ზოგადად ძალიან უხდება ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით. ამიტომ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დავასერვირო ხახვის მარინადით და იმედია ისევე მოუხდება, როგორც ვფიქრობ. ჩანგალი დამავიწყდა. ესე გადავიტან ხახვის მარინადს. ხახვის მარინადით ამ რეცეპტს არ დავტვირთავ, თუ ვინმეს გაინტერესებთ როგორ მოამზადოთ. ჩემს ფიდზე ნახავთ ჭარხალს დამარინადებული ხახვით და იქ არის ზუსტად ხახვის მარინადის უმარტივესი რეცეპტი. აი ასე, ცოტა წვენსაც მოვასხამ, რატომაც არა. ანგებრიელად გამოიყურება. ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება, ამიტომ მოდი გავსინჯავ და აი რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მეტისმეტად ცოტა ინგრედიენტით მოვამზადე. და თითქოს რაღაცა აკლია. თქვენ რას დაამატებდით ამ რეცეპტს, გამოვუშვით და შემდეგში ეგრევე ვცადოთ. ეს მარინადი მოუხდა სასწაულად. სუპერ გემრიელია ახლა ეს საჭმელი და შეგიძლიათ თქვენ თვითონ ცადოთ და დარწმუნდეთ. თქვენ რას ფიქრობთ? იდეები გამიზიარეთ. რას დაამატებდით ამ კერძს?